დღევანდელი დღის თემა. როდესაც რაქელმა იოსები შვა, იაკობმა უთხრა ლაბანს: "გამიშვით, წავალ ჩემს მიწაზე, ჩემს ქვეყანაში. დღეს თქვენ სიყვარულს იმას გადავცემთ, რაც გუშინდელი საუბრის შემდეგ დაგვრჩა სათქმელი, რათა როდესაც იაკობზე ღვთის ზრუნვის შესახებაც შევიტყობთ და თავად მართლის ღვთისმოსაობასაც მისმა სათნოებებმა გამოაღვიძოს ჩვენი მოშურნეობა." სულიწმინდის მადლმა ამაოდ, როდი შეინახა წერილობით ყველა ეს მონათხრობი, არამედ იმისთვის, რომ ჩვენში ამ ბრწყინვალე ადამიანების ბაძვის მათთან შეჯიბრის სურვილი აღძრას. და მართლაც, როდესაც გვესმის ერთის მოთმინების, მეორის სიმდაბლის, მესამის უცხოთ შემწყნარებლობის და თითოეული მათგანის სხვადასხვა სათნოების შესახებ. როდესაც გვესმის, როგორ განდიდდა და გვირგვინებით შეიმკო თითოეული მათგანი, ამ სათნოებებში შეჯიბრების სურვილით ვივსებით. ამგვარად, ამ მართლის შესახებ დანარჩენი მონათხრობიც გადმოვცეთ და ჩვენი საუბარი ამით დავასრულოთ. როცა რაქელმა იოსები შვა, ნათქვამია იაკობმა უთხრა ლაბანს: "გამიშვით, წავალ ჩემს სამშობლოში, ჩემს ქვეყანაში. გამატანე ჩემი ცოლები და შვილები, რომელთა გულისთვის გემსახურებოდი." შეხე, როგორი ღვთივცნობიერება ამ მართალ კაცში. როდესაც მისდამი უფლის აშკარა კეთილგანწყობა დაინახა, ლაბანის წინაშე თავი არა უმაღლებია. არამედ დიდი კრძალვით ეუბნება მას: "გამიშვით, წავალ. ჭეშმარიტად, ვერაფერი დაამარცხებს მოგრძალებას, მასზე უძლიერესი არაფერია." მას დააკვირდი, იმთავითვე როგორი სიმშვიდე აჩვენა იაკობმა და ამან ლაბანიც აიძულა კეთილი გულითა და განწყობით ეპასუხა მისთვის. უთხრა ლაბანმა: "ნეტავ მადლივ პოვო შენს თვალში, მიმხვდარი ვარ, შენს გამო რომ მაკურთხა უფალმა." უთხრა: "მითხარი, რას მოითხოვ გასამრჯელოდ და მოგცემ. არ შემიძლია არ დავინახო, ამბობს იგი, რომ შენი მოსვლის შემდეგ ღვთის დიდი მხარდაჭერა მეღირსა. და რადგანაც მე შენი აქ ყოფნით გამოწვეულ ღვთის კეთილ ნებას ვგზნობ, მითხარ, რით დაგაჯილდოვო და მე შევასრულებ შენს თხოვნას." დააკვირდი, რამდენს ნიშნავს მოგრძალება და ამ მონათხრობს უყურადღებოთ ნუაული გვერდს. დააკვირდი იმასაც, რომ სწორედ მაშინ, როდესაც მართალი თავისი გარჯისთვის ჯილდოს არ ითხოვდა და მხოლოდ ეს თქვა: "გამატანე ჩემი ცოლები და შვილები, რომელთა გულისთვის გემსახურებოდი." მართლის უდიდესი მოკრძალების პატივისცემით ლაბანი თავად ამბობს: "მითხარი, რა ჯილდოს მიღება გინდა ჩემგან და სიხარულით მოგცემ." და განა იაკობის ცოლები და შვილები მასთან არ იყვნენ, მას რაღაც ამბობს: "გამატანე ჩემი ცოლები და შვილები." ამბობს იმიტომ, რომ შესაფერისი პატივი მიაგოს მას, ყველაფერში თავის ზნესავლენს და ლაბანთან მშვიდობიანად სურს დაშორება. დაინახე, ამ სიტყვებით რა კეთილად განაწყობს ლაბანს. მან იაკობს ჯილდო აღუთქვა და ამ ჯილდოს არჩევა თავად მას მიანდო. და რაო მართალმა, კვლავ მისი უდიდესი კრძალვა შენიშნემ. მას ამ შემთხვევაშიც არ სურს ლაბანისათვის უამური მოიმოქმედოს და მისდამი უპატივცემულობა გამოავლინოს. და რას აკეთებს იგი? იგი კვლავ ლაბანს მოიხმობს, როგორც სამხნის განმავლობაში მისი ერთგული სამსახურის მოწმეს. "შენ თავად უწყი", ამბობს, "როგორ გემსახურებოდი და როგორი გახდა ჩემს ხელში შენი საქონელი. რადგან ჩემამდე ცოტა გყავდა და დიდძალი შეიქმნა. გაკურთხა უფალმა ჩემი მოსვლით. ახლა როდისღა ვიზრუნო ჩემი სახლისათვის. შენ მოგიხმობ ჩემი შრომის მოწმედ." ამბობს იგი: "შენ თავად იცი, რა გულმოდგინედ ვაკეთებდი ყველაფერს, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული. შენგან მცირერიცხოვანი ფარის მიღების შედეგ ჩემი მცდელობითა და მუხლჩაუხრელი შრომით დიდად გავამაავლე ის." შემდეგ კი ავლენს თავის ღვთისმოსაობას და ამბობს: "გაკურთხა უფალმა ჩემი მოსვლით. ახლა როდისღა ვიზრუნო ჩემი სახლისათვის. თავადაც იცი, რომ ჩემი მოსვლის შემდეგ ზეციურმა მადლმა გაამრავლა შენი ქონება. და რადგანაც მე ჩემი მხრიდან ყველაფერი სრული გულმოდგინებით შევასრულე და საღვთო მადლმაც გაჩვენა, რომ სამართლიანი ახლა ჩემთვის მოვიწყო სახლი. რას ნიშნავს? ვიზრუნო ჩემი სახლისათვის. ნიშნავს: თავისუფლად ვიცხოვრო და ჩემს საქმეს მივხედო. ეს რომ მოისმინა ლაბანმა მიუგო. რა მოგცე? ანუ, მითხარი, რისი მიღება გსურს ჩემგან? მე თავადაც ვაღიარებ და არ უარყოფ. ვიცი, რომ ბევრი მივიღე ღვთისგან და რომ შენი მოსვლით მაკურთხა ღმერთმა." უთხრა იაკობმა: "ნათქვამია, ნურაფერს მომცემ, ოღონდ ეს საქმე გამიკეთე და მე კვლავ დავმწყესავ და მოუვლი შენს ცხვარს. როგორც გასამრჯელოს ნურაფერს მომცემ, მხოლოდ ის მომეცი, რასაც გთხოვ. და მე შენი ცხვრის მწყემსვას განვაგრძობ, აი კონკრეტულად რა მინდა. ხედავ, რა წინადადებას აძლევს საღვთო შეწევნაში დარწმუნებული იაკობი ლაბანს, დღეს გავივლი ამბობ შენს ფარაში. ცალკე გაიყვანე ყველა დაწინწკლული და ჭრელი პირუტყვი, ყველა შავი ცხვარი, ყველა ჭრელი და დაწინწკლული თხა. ეს იქნება ჩემი გასამრჯელო. ხვალ პასუხს გაგცემ ჩემს მაგივრად ჩემი სიმართლე, როცა გასამრჯელოს გასასტუმრებლად მოხვალ. ყველა თხა, რომელიც არ იქნება დაწინწკლული და ჭრელი, ან ცხვარი შავი ფერისა, ნაქურდლად ჩამითვალე. მართლის კეთილგონიერება შენიშნე. მან იცის, რომ მასზე ღვთის განსაკუთრებული კურთხევაა და ამიტომ სთხოვს ლაბანს ისეთ რამეს, რაც მოვლენათა ბუნებრივი თანმიმდევრობით სრულიად შეუძლებელი ან თითქმის შეუძლებელი ჩანს. სწორედ ამ მიზეზით არ დააყოვნა ლაბანის თანხმობამ და უთხრა ლაბანმა: "კეთილი, აგრე იყოს." ცალკე გაიყვანა იმ დღეს ლაბანმა ყველა ზოლიანი და ჭრელი ვაცი, ყველა დაწინწკლული და ჭრელი ნეзвი, ყველა პირუტყვი, რომელსაც თეთრი ერია, ყველა შავი ცხვარი და თავის შვილებს ჩააბარა.
დააგდო ლაბანმა 3 დღის სავალი თავისა და იაკობს შორის. იაკობის შეთავაზების მიხედვით ფარის გაყოფა მან თავის ვაჟებს მიანდო და მწყესავდა იაკობი ლაბანის დანარჩენ ფარას. და რომლებია ესენი? სწორედ ისინი, რომელთა ბეწვიც საერთოდ არ იყო ჭრელი. ეს ყოველივე კი იმისთვის ხდებოდა, რომ მართალს მასზე გადმოვლენილი ღვთის მზრუნველობა შეეცნო და ლაბანსაც დაენახა, თუ რაგვარი ზეგარდამო შეწევნის ღირსი გახდა იაკობი. აიღო იაკობმა ნათქვამია ალვისხის, ნუშის და ნეკერჩხლის ნედლი ჯოხები, ალაგ-ალაგ გალოპრა, ისე რომ ჯოხებს თეთრი ზოლები დააჩნდა. ჩააწყო დაჭრელებული ჯოხები დასარწყულებელ გეჯებში, სადაც მოდიოდა ფარა წყლის სასმელად და მოსვლისას ახურდებოდა ხოლმე. ახურდა ფარა ამ ჯოხებთან და მოიგო ფარა მხატულები, დაწინწყულები და ჭრელები. მართალი ამგვარად თავისი პირადი მოსაზრებით კი არ იქცევა, არამედ მადლისმიერი ზეგარდამო ჩაგონებით. რადგანაც ის, რაც მოხდა, ბუნების კანონებს არ ემორჩილებოდა, არამედ ბევრი რამ დიდად აღემატებოდა საგანთა ბუნებრივ თანმიმდევრობას. გამოაცალკევებდა იაკობი ბატკნებს და აჭრელებული ჯოხებისკენ უზამდა პირს. მუქი ფერისას ყველას ლაბანის ფარაში სტოვებდა, თავისი პირუტყვი კი ცალკე ჰყავდა და არაჩერებდა ლაბანის ფარასთან. რაკიღა ყველა ახალშობილი ცხოველი სწორედ ამგვარი იყო, როგორიც მან თავისთვის განიკუთვნა, მათ გამოაცალკევებდა ხოლმე და ამგვარად განსაკუთრებული ფარა გაიჩინა ჯანსაღი ფარის ახურებისასა პირუტყვის თვალწინ ჩაყრიდა ხოლმე იაკობი გეჯებში ჯოხებს, რომ ჯოხებთან ახურებულიყვნენ. თუ ფარა სუსტი იყო, არ ჰყრიდა. ლაბანს სუსტი რჩებოდა, იაკობს ჯანსაღი. გამდიდრდა კაცი მეტად და მეტად. რას ნიშნავს ბოლო სიტყვის ამგვარი გამეორება? ეს დიდ სიუხვეს გამოხატავს იმას, რომ იაკობი მნიშვნელოვანი კი არა, არამედ ძალიან გამდიდრდა. შეეძინა ნათქვამია, მან დიდძალი ფარა, ყმაქალები და ყმები, აქლემები და სახედრები. მაგრამ შეხედე, ამ ყველაფერმა კვლავ როგორ დაბადა შური მართლისადმი. გაიგო იაკობმა ლაბანის ზეთა ნათქვამი, რომ ამბობდნენ, ყველაფერი წაართვა იაკობმა მამაჩვენს, მამაჩვენისეული ქონებით გამდიდრდაო. დააკვირდი, როგორ მიჰყავს ისინი შურს უმადურობამდე. თანაც მარტო ისინი კი არა, თავად ლაბანიც. სახეზე შეატყო ნათქვამია იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარაა მის მიმართ, როგორც ადრე იყო. ვაჟების სიტყვებმა სული შეუშფოთეს ლაბანს და აიძულეს, დაევიწყებინა იაკობისადმი ნათქვამი საუბრისას, რომ უთხრა. გაკურთხა უფალმა ჩემი მოსვლით. ის ადამიანი, ვინც აქამდე უფალს მადლობდა იმისთვის, რომ მართლის მოსვლამ მის სახლში გაამრავლა მისი ქონება, ახლა თავისი შვილების გავლენით განწყობას იცვლის და მართლის უხვი ქონებისადმი შურით ანთებულს მასთან წინანდებური ურთიერთობა აღარ სურს. სახეზე შეატყო ნათქვამია იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარაა მის მიმართ, როგორც ადრე იყო. ხედავ, რაოდენ მშვიდია მართალი და რა უმადურები არიან ესენი. ამ ადამიანებმა შურის ცეცხლის ჩახშობა არ ისურვეს და მამასაც სული აღუშფოთეს. ამის მერე კი ის ნახე, როგორ გამოუთქმელ მზრუნველობას ავლენს ღმერთი და როგორ მდაბლდება ჩვენამდე. როდესაც მან მართლისადმი მათი სიძულვილი დაინახა, იაკობს უთხრა: დაუბრუნდი შენი მამა პაპის მიწას, შენ სამშობლოს და მეც შენთან ვიქნები. საკმარისი ამბობს იგი, რაც უცხო ქვეყანაში იცხოვრე, ეხლა ის მინდა შეგისრულო, რასაც ადრე გპირდებოდი, როდესაც გეუბნებოდი. დაგიბრუნებო შენს მიწას. ასე რომ სრულიად უშიშრად დაბრუნდი, რადგანაც მე შენთან ვიქნები. სწორედ იმისთვის, რომ მართალმა დაბრუნება აღარ დააყოვნოს და თავის გზას დროზე დაადგეს, დიახ, სწორედ ამიტომ მეუბნება ღმერთი. მე შენთან ვიქნები. მე, ვინც აქამდე კეთილად წარმართავდი შენს ცხოვრებას და ვამრავლებდი შენს თესლს, ამიერიდანაც მე ვიქნები შენთან. როდესაც მართლმა ის ღვთისგან მოისმინა, უკვე აღარ აყოვნებდა და მოგზაურობისთვის ემზადებოდა. გაგზავნა კაცი ნათქვამია და მოუხმო რაქელსა და ლეას ველად, ფარასთან და უთხრა მათ მას სურს, რომ ცოლებს გამგზავრებასთან დაკავშირებული თავისი გადაწყვეტილება გააგებინოს. ღვთის ბრძანება აუწყოს და მათი მამის სიძულვილის შესახებ განუცხადოს. უთხრა მათ: სახეზე შევატყვე მამა თქვენს, რომ იგი ისეთი აღარაა ჩემს მიმართ, როგორიც ადრე იყო. მაგრამ მამა ჩემის ღმერთი თან მახლავს მე. თქვენ იცით, რომ ძალღონე არ დამიშურებია მამა თქვენის სამსახურისთვის. მამა თქვენმა კი მომატყუა და ათგზის შემიცვალა გასამრჯელო, მაგრამ არ დაანება ღმერთმა ებოროტნა ჩემთვის. როცა იტყოდა დაწინწყულები იყოსო შენი გასამრჯელო, ხატულებს იგებდა მთელი ფარა. წაართვა ღმერთმა საქონელი მამა თქვენს და მე მომცა. ნახეთ, როგორ უცხადებს მათ მამის უმადურობას მისდამი და თავის გულმოდგინებას, რომელიც მან ლაბანის სამსახურში გამოვლინა. იგი ამბობს: თქვენ იცით, რომ მამა თქვენს მთელი ჩემი ძალით ვემსახურებიო. ამასთან მათ წინაშე საღვთო მზრუნველობასაც გააცხადებს. აჩვენებს, რომ ყოველივეში საღვთო ძალა მოქმედებდა და ლაბანის სიმდიდრე მას მისცა ხელთ. წაართვა ღმერთმა საქონელი მამა თქვენს ამბობს და მე მომცა. ფარის ახურების დრო იყო. ავახილე თვალი სიზმარში და ვხედავ, აჰა, ვაცები ფარას რომ ახტებიან, სულ ხატულები, დაწინწყულები და ჭრელები არიან. მითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: იაკობ, მიივუგე, აქა ვარ. მითხრა: აახილე თვალი და შეხედე, ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ხატულაა, დაწინწყლულია და ჭრელია. რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს.
ხედავ რომ ეს ყველაფერი მაღლის ძალამ მოიმოქმედა და მართალი თავისი შრომისთვის დააჯილდოვა, რადგანაც ლაბანი უმადურია, ამიტომ ღმერთი უხვად აჯილდოებს მართალს. ყველაფერს ვხედავ ამბობს, რასაც ლაბანი გიკეთებს. აქედან ვისწავლოთ, რომ თუკი ჩვენ ვინმესგან ვინც უნდა იყოს ის მშვიდად და მოთმინებით ავიტანთ წყენას, მით დიდებულ და უხზეგარდამო ჯილდოს მივიღებთ. ამიტომ ნუ შევებრძოლებით მათ, ვინც გვავნებს რასმე და ყოველივე დიდსულოვნად მოვითმინოთ. ვიცოდეთ, რომ ყოველთა ღმერთი არ დაგვიწუნებს, თუ ჩვენ ჩვენი მხრიდან კეთილმზრახველნი ვიქნებით. ჩემი არ შურისგებაი, ამბობს იგი და მე მივაგო. იტყვის უფალი. ამიტომ ამბობს იაკობიც, არ დაანება მას ღმერთმა, ბოროტება გაეკეთებინა ჩემთვის. მაშინ, როდესაც ლაბანს სურდა ჩემთვის შრომის შედეგი წაერთმია, ღმერთმა ისეთი სიუხვით მომივლინა წყალობა, რომ მთელი მისი ქონება მე გადმომეცა. რადგანაც ჩემს კეთილსინდისიერ შრომას ხედავდა, ლაბანი კი უწესოდ მეკცეოდა, სწორედ ამიტომ გვაჩვენა უფალმა ასეთი განგებულება ჩვენზე. და რასაც მე ვამბობ, ეს უმიზეზო ნათქვამი არ არის, უსაფუძვლოდ კი არ ვაბრალებ ლაბანს რაიმეს, ღმერთია მოწმე ყველა დანაშაულის მამა თქვენს ჩემ წინაშე რომ მიუძღვის. ყველაფერს ვხედავ, ამბობს იგი, რასაც ლაბანი გიკეთებს, ამიტომაც არა მარტო გასამჯელოს გარეშე დაგტოვა, არამედ შენდამი ძველი განწყობაც შეეცვალა. შეცვლილია მისი ზრახვებიც. მე ვარ ღმერთი შენი, რომელიც ახთუ ადგილას გეჩვენე, იმ ადგილას, სადაც შენ ზეთის ცხე ძეგლს. უფალს სურს, რომ სწორედ ამგვარად გაახსენოს იაკობს, თუ რა აღუთქვა მაშინ, როდესაც უთხრა ძალიან გაგამრავლებ და შენს მიწაზე მისვლამდე დაგიცავო. იგი ეუბნება: მე ის ვარ, ვინც გამოგეცხადე და აღთქმა დაგიდეო. და ახლა იმასაც აღგისრულებ, რომ სრულიად უსაფრთხოდ დაბრუნდები შენს მიწაზე, რადგან მე შენთან ვიქნებიო. მე ვარ ღმერთი შენი, რომელიც სახთუ ადგილას გეჩვენე, იმ ადგილას, სადაც შენ ზეთის ცხე ძეგლს და აღთქმა მომეცი მე. უფალი ახსენებს იაკობს მის ლოცვას და აღთქმას. და რა იყო ეს ლოცვა? ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი. რადგანაც იაკობმა ეს აღთქმა მაშინ დადო, როდესაც არაფერი გააჩნდა და ლტოლვილივით მწირობდა. ამიტომ ეუბნება ახლა ღმერთი. როდესაც მე გამოგიჩნდი, შენ აღმითქვი და მითხარი. ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი. ამ ლოცვითა და აღთქმით ახსარებდი ჩემს ყოვლადძლიერებას და რწმენი თვალებით ჩემს მომავალ კეთილდღეობას ჭვრეტდი. ახლა დრო დადგა და უნდა აღასრულო აღნათქვამი. ასე რომ დაბრუნდე, ადექი და გადი ამ ქვეყნიდან. ნათქვამია დაუბრუნდი შენ სამშობლო ქვეყანას. მე ყველგან შენთან თანამავალი ვიქნები, კეთილად წარმართავ შენს გზას და ვერავინ ვერაფერს გავნებს, რადგანაც მარჯვენა ჩემი ყველგან დაგიფარავს შენ. როდესაც ეს მოისმინეს, რაქელმა და ლეამ უთხრეს მას: კიდევ გვიძევს რაიმე წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში. განა უკვე უცხოები არა ვართ მისთვის. ხომ გაგვყიდა და ჩვენი ვერცხლიც შეჭამა და ამიტომაც მთელი ქონება ღმერთმა რო წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა კი ისე მოიქეცი, როგორც ღმერთს უბძანებია შენთვის. აი, ისინიც ღვთის ნებას ემორჩილებიან და გონივრულ განსჯასაც დაურთავენ. მამაჩვენთან რაღაც საერთო შეიძლება გქონდესო, ამბობენ ისინი. ერთხელ სამუდამოდ გადმოგცა ჩვენი თავი, ხოლო მთელი ქონება ღმერთმა რომ წაართვა მამაჩვენს, შენ გადმოგცა. ჩვენთანვე იქნებიან ჩვენი შვილები. ნუ ღარ აყოვნებ, ნუ გადადებ და ისქენი, რაც ღმერთმა გიბრძანა. ისე მოიქეცი, როგორც ღმერთს უბძანებია შენთვის. როდესაც ეს გაიგონა, ადგა იაკობი და შესხა თავისი შვილები და ცოლები აქლემებზე. წაასხა მთელი თავისი საქონელი, მთელი თავისი მონაგები, თავისი საკუთარი საქონელი. ფადან არამში რომ მოიგო, რათა მისულიყო ისაკთან თავის მამასთან ქანაანის ქვეყანაში. შენიშნე, როგორი მხნეს სული ჰქონდა მართალს და როგორ ჩამოიშორა ყოველგვარი შიში და სიფრთხილე, როდესაც უფლის ბრძანებას მორჩილებდა. როდესაც ლაბანს სინდისის უწმინდურობა შენიშნა, ის ძველებურად აღარ ითმენდა, მხოლოდ უფლის ბრძანებას ასრულებდა. მან წაიყვანა ცოლები და შვილები და გზას დაადგა. რადგანაც ამ დროს ლაბანი ცხვრის გასაპარსად იყო წასული, რაქელმა მოიპარა კერპები მამამის რომ ჰქონდა. არც ესაა უმიზნოდ აღნიშნული აქ. მიზანი ისაა გვაჩვენოს, რომ ასულები ისე ვიცავდნენ ჩვეულებებს და კერპებს პატივს სცემდნენ. დააკვირდი მართლაც როგორი მზრუნველობით აკეთებეს რაქელი ამას. მამისგან სხვა არაფერი წაუღია, მხოლოდ კერპები. თანაც ეს ყველაფერი ქმრისგან მალულად ჩაიდინა. რადგანაც იგი ცხადია, ამის ქნას არ დაანებებდა. იაკობმა დაუმალა ლაბან არამელს რომ გარბოდა მისგან. გაიქცა და ყველაფერი თან წაიღო, რაც კი გააჩნდა. ადგა და გავიდა მდინარის გაღმა და გალადის მთისკენ გაემართა. გთხოვთ, აქაც დააკვირდეთ ღვთის უდიდეს განგებულებას, ლაბანმა იაკობის წასვლის ამბავი მანამდე ვერ შეიტყო, ვიდრე მართალი უკვე მეტისმეტად შორს არ წავიდა. 3 დღის შემდეგ იგებს ამ ამბავს ლაბანი. თან გაიყოლა სახლის კაცები და სდია 7 დღის სავალზე, ვიდრე გალადის მთასთან არ დაეწია. აქაც კვლავ ღვთის გამოუთქმელი მზრუნველობა ჩანს. იგი ვინც თქვა: დაუბრუნდი შენს მიწას და მეც შენთან ვიქნები. უკვე ავლენს თავის განზრახვას. რაკიღა ხედავს, რომ გულისწყრომით სავსე ლაბანი მისდევს მართალს და განუზრახავს, რომ იპოვოს იგი და გაქცევა ազღვევინოს. ამიტომ ღმერთი ძილში ეცხადება ლაბანს. გამოეცხადა ღმერთი ლაბან არამელ სიზმარში ღამით ნათქვამია და უთხრა: ნახეთ, მართლისადმი სიყვარულით როგორ იმდაბლებს თავს ღმერთი, რომ თვით ლაბანს ელაპარაკება, რათა მას იაკობზე თავდასხმა გადააფიქრებინოს.
ფრთხილად იყავი, არც კარგი უთხრა იაკობს, არც ავი. დიდია უფლის სიკეთე. მან ნახა, რომ ლაბანი საბრძოლველად მიისწრაფოდა და მართალზე თავდასხმა ჰქონდა განზრახული. ამიტომ ღმერთი თავისი სიტყვით აჩერებს მის განზრახვას და ეუბნება: ფრთხილად იყავი, არც კარგი უთხრა იაკობს, არც ავი. იაკობის სიტყვით შეურაცხყოფაც კი არ გაბედო. თავი შეიკავე და ნუ აღასრულებ იმას, რაც ბოროტად განგიზრახავს. რისხვა დაიცხრე და აღშფოთებული სული დაიმშვიდე და იაკობის დამწუხრება სიტყვითაც კი არ გამაგონო და დააკვირდი უფლის კაცმოყვარებას. სახლში დაბრუნება კი არ უბრძანა ლაბანს, არამედ ის, რომ მართლისთვის სამძიმო ან შეურაცხყოფელი არაფერი ეთქვა. რატომ და რისთვის მოხდა ეს? იმისთვის, რომ მართალს გამოცდილებით დაენახა, რა განსაკუთრებულად ზრუნავდა მასზე ღმერთი. ლაბანი რო შინ დაბრუნებულიყო, ამ ყოველივეს ან იაკობი როგორ შეიტყობდა, ან მისი ცოლები. ამიტომ ღმერთი ნებას აძლევს ლაბანს, რომ მივიდეს და თავისი პირით უთხრას იაკობს, რაც მას ეთქვა ღვთისაგან, რომ მართალმაც მეტი მონდომებითა და სიმხნით განაგრძოს მოგზაურობა და მისმა ცოლებმაც, როდესაც შეიტყობენ. ღვთის რაგვარ მზრუნველობას ეღირსა იაკობი, ყოველგვარი ყოყმანი განირიდონ, მართალს მიბაძონ და ღვთივშემეცნების გზაზე გაძლიერდნენ. მათთვის ცხადია, გაცილებით ნაკლებად სარწმუნო იყო იაკობის სიტყვები, ვიდრე ამ თავგამოდებული წარმართის ლაბანისა. საზოგადოდ, რწმენის დამოწმება ურწმუნოთა ან ღვთისმოსაობის მოწინააღმდეგეთა მხრიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხოლმე. და ეს ყოველივე ღვთის კეთილხელოვანი სიბრძნის საქმეა. ასე დროს იგი ჭეშმარიტების მტრებსაც კი ჭეშმარიტებას დაამოწმებინებს და აიძულებს, რომ მათ საკუთარი პირით დაამტკიცონეს. მიეწია ლაბანი იაკობს, როცა იაკობი კარავს შლიდა მთაზე. ლაბანმაც გალაადის მთაზე დასცა კარავი თავის სახლიკაცებთან ერთად. და უთხრა ლაბანმა იაკობს: ეს რა ჰქენი? შეხე ღვთის ბრძანებამ როგორ დააცხვრო იგი, დაამშვიდა მისი რისხვა. ამიტომ იგი სიმშვიდით იწყებს ლაპარაკს. თითქოს თავს იმართლებს და მისდამი მამობრივ სიყვარულს გამოხატავს. მართლაც, როცა ღმერთი ზეგარდამო შეგვეწევა, არამხოლოდ ბოროტი ადამიანების ზრახვებს გადავურჩებით, არამედ მძვინვარე მხეცების თავდასხმასაც კი მოვიგერიებთ და მათ ცხრებივით დავამშვიდებთ, ისე რომ ბუნებით მძვინვარებას არ წავართმევთ მათ. მხოლოდ თავიანთივე ბუნებაში მყოფთ ვაიძულებთ, ცხრის ბუნება გამოავლინონ. ამის ნახვა მხოლოდ მხეცების კი არა, სტიქიების მაგალითითაც შეიძლება. როდესაც ღმერთს ასე სურს, ცეცხლიც კი ივიწყებს, რომ ცეცხლია და თავის ბუნებას არავლენს. ამაში სამი ყრმისა და დანიელის მაგალითით ნებისმიერ შეუძლია დარწმუნდეს. არავნებია რა ლომთა შორის მოქცეულ დანიელს. როგორც ცხვრებს შორის ისე იმყოფებოდა, რადგან პირველთა მძვინვარებას ზეგარდამო ძალა აკავებდა და რომ ისინი იმავე მხეცებად დარჩნენ. და მხოლოდ ამ კონკრეტულ ვითარებაში დაივიწყეს და არ გამოავლინეს თავიანთი ბუნება, კარგად შეიტყვეს იმათ, ვინც მძვინვარებით უტყმხეცებს აღემატნენ. და ესეც ამ უკანასკნელთა სამხილებლად მოხდა, რადგან ისინი გონებით დაჯილდოებულნი მხეცებზე უმეტეს სისასტიკესა და უგუნურებას ავლენდნენ. და მათ საქმით ნახეს, რომ საღვთო განგებულების წყალობით მძვინვარე მხეცებიც კი შეუშინდნენ მართალს და მის სხეულზე მიკარება ვერ გაბედეს. ამ ადამიანებს კი სურდათ მას მხეცებზე უარესად მოპყრობოდნენ. ხოლო მათ რომ ეს მოვლენა რაღაც ზმანებად არ ჩაეთვალათ, მართლის შემდეგ ორმოში ჩაყრილთა მაგალითი იხილეს და მით დარწმუნდნენ, რომ ლომებმა მხოლოდ დანიელთან გამოავლინეს ცხრული სიმშვიდე და დაივიწყეს თავიანთი ბუნება. ხოლო დანიელის შემდეგ იქ მოხვედრილებზე თავიანთი ბუნებითი მძვინვარება დაუბრუნდათ. იგივე მოხდა ბრძმეთში. ამ სტიქიას შეეშინდა მათი, ვინც ღუმელში ცეცხლის ალში იმყოფებოდნენ და მათზე ცეცხლის ჩვეული ბუნება არ გამოვლინდა. თითქოს შეკრულიყო მისი ძალა და უნებლად იცავდა ყრმების სხეულებს. მათ თმასაც კი არ ეხებოდა თითქოს და ვიღაცამ აუკრძალა სტიქიას თავისი ბუნების გამოვლენაო მაშინ, როცა ბრძმეთს გარეთ მდგომნი გაანადგურა და როგორც პირველი, ისე მეორე მოქმედებით ღვთის ძალა წარმოაჩინა. როგორც იმით, რომ ბრძმეთში მყოფნი უნებლად გადარჩნენ, ასევე იმითაც, რომ მის გარეთ დარჩენილნი ამოწყდნენ. მაშინ, როდესაც ჩვენ ზეგარდამო ძალა გვიფარავს, მარტო ჩვენს წინააღმდეგ მებრძოლ კაცთა ბოროტებას კი არ გადავურჩებით, არამედ მხეცების თავდასხმისასაც კი არ აგვევნება რა. რადგანაც ხელი ღვთისა ყველაზე ძლევამოსილია, იგი ყოველი მხრიდან იცავს ჩვენს უსაფრთხოებას და უძლეველად გვაქცევს. ასე დაემართა იაკობსაც. იგი, ვინც ასეთი მრისხანებით მისდევს მართალს და გაქცევის გამო მის დასჯას განიზრახავს, არამხოლოდ უხეშსა და უამურს არ ეუბნება რამეს, არამედ როგორც მამა შვილს მშვიდად ესაუბრება და ეუბნება მას. ეს რა ჰქენი? მომატყუე, ჩუმად რად გაიპარე? შეხე, როგორი ცვლილება მოხდა? ნახე, მხეცივით მძვინვარე კაცი ახლა ცხვრის უდრტვინველობას ბაძავს. ჩუმად რად გაიპარე? რად მომატყუე და წაასხი ჩემი ასულები, თითქოს מחვილით ნაშოვარი ტყვეები ყოფილიყვნენ? რატომ გააკეთე ეს? ამბობს იგი, ეს საქმე რამ მოგაფიქრებინა? ასე ჩუმად რატომ წახვედი? ჩემთვის რომ გეთქვა ხო პატივით გაგისტუმრებდი. ეს რომ ცოდნო და ამბობს იგი ხომ გაგაცილებდილ ხინითა და სიმღერით, დოლისა და ქნარის ხმაზე. არ დამაცადე, ჩემი ბავშვები და ასულები გადამეკოცნა,
უგუნურად მოიქეცი. დააკვირდი, როგორ ამ ხელს იგი საკუთარ თავს და თავისი პირით აღიარებს, რომ იგი მართლისადმი ამ მოპყრობას განიზრახავდა, მაგრამ ღვთისგანგებულებამ დააბრკოლა მისი განზრახვის აღსრულება. შემიძლია ბოროტად აღმართო ხელი შენზე, მაგრამ შენი მამაპაპის ღმერთმა მითხრა წუხილ სიზმარში. თავი შეიკავე, ნურც კარგს ეტყვი იაკობს, ნურც ავსო. წარმოიდგინე, როგორ ანუგეშა ამ სიტყვებმა მართალი და ისიც ნახე, როგორ უმხელს მას ლაბანი თავის განზრახვას. მიზანს თუ რატომაც სურდა დასწეოდა მას. იმასაც, რომ ღვთისშიშმა დააბრკოლა მისი ბოროტი განზრახვის აღსრულება. შენი მამაპაპის ღმერთმა. ამბობს, ხედავ, რომ აქედან ლაბანმაც არის სარგებლა მცირედ. ყველაფერი იმიდან, რაც მას ეთქვა, ღვთის ყოვლადძლიერების შესახებ ბევრი შეიტყო. იგი განაგრძობს. რადგანაც შენ ასე მოინდომე და ღმერთმაც ასეთი ზრუნვა გამოავლინა შენზე, წასვლით კი მიდიხარ, რა კი მოგნატრებია მამაშენის სახლი, მაგრამ ღმერთები რაღაც მომპარე. თითქოს ეთქვას, თავში მოგივიდა და მამაშენის სახლში ბრუნდები, მაგრამ ჩემს კერპებს რაღაც იპარავ. რა უკიდურესი უაზრობაა. ლაბან, ისეთი ღმერთები გყავს, რომ მათი მოპარვაა შესაძლებელი? განა არ გრცხვენია, რომ ამბობ ამას. ღმერთები რაღაც მომპარეო. ნახე, რა უკიდურესი ცდომილებაა. გონებით შემკული ადამიანები ხესა და ქვას ეთაყვანებიან. როგორი ღმერთები ყოლია, ლაბან, თავიც კი ვერ დაიცვეს, როდესაც მათი მოპარვა მოინდომა ვიღაცამ. ან თავს როგორ დაიცავდნენ, როცა ქვისგან არიან გამოთლები. მართლის ღმერთმა კი ისე რომ იაკობს ეს არც კი გაუგია, შენი რისხვა დააოკა. და რატომ არ ფიქრობ იმაზე, რა განუზომელია შენი სიბრმავე? თან მართალსაც რომ ქურდობას აბრალებ. რისთვის მოიპარავდა იაკობი შენს ღმერთებს, როდესაც ყოველთვის თაკილობდა მათ და იცოდა რომ მხოლოდ უგრძნობი ქვები იყვნენ ისინი და მეტი არაფერი. მაგრამ იაკობმა უდიდესი სიმშვიდით მოისმინა ლაბანის ნათქვამი. ჯერ თავს იმართლებდა, შემდეგ კი შესთავაზა. ყველაფერი დაეთვალიერებინა და მოეძებნა თავისი ღმერთები. მიუგო იაკობმა და უთხრა ლაბანს. შემეშინდა, ვიფიქრე წამართმევდი შენს ასულებს. რადგანაც ხედავდი, რომ ჩემს მიმართ კარგად არიყავი განწყობილი, შევშინდი, მეგონა რომ გადაწყვეტილი გქონდა, ყველაფერი წაგერთმია ჩემთვის. შენი ქალიშვილებიც და ყოველივე ისიც, რაც გამაჩნია მთელი ჩემი საკუთრება. ადრე ასე უკვე მოქცეულ ხარ. სწორედ ამ შიშმა მაიძულა შენგან მალულად წამოსულიყავი. მაგრამ ვისაც შენს ღმერთებს უპოვი, ცოცხალი ვერ გადარჩება. ხედავ, რომ იაკობმა არ იცოდა რაქელის ქურდობის შესახებ. ხედავ, როგორ მკაცრ სასჯელს განუწესებს იგი მას, ვინც იქურდა. ვისაც შენს ღმერთებს უპოვი, ამბობს იგი, ცოცხალი არ გადარჩება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოიპარა, არამედ იმიტომაც, რომ ამ ქურდობით თავისი შეცდომილობა აშკარად დაადასტურა. შეიცანი, რაც შენია და ყველაფერი წაიღე. მოძებნე და ნახე, ნამდვილად წამოვიღე შენგან, რაც მე არ მეკუთვნოდა. შენგან მალულად წასვლის გარდა ნურაფერს დამაბრალებ და ესეც ჩემი სურვილით კი არ გამიკეთებია, არამედ წინ ვხედავდი, რა ტანჯვა მელოდა შენგან. ვაი თუ მოგენდომებინა და ჩემთვის წაგერთმია შენი ქალიშვილები და ყოველივე რაც გამაჩნია. არ იცოდა იაკობმა ნათქვამია, რომ რაქელს ჰქონდა მოპარული კერპები. შევიდა ლაბანი იაკობის კარავში, ლეას კარავში, ორი მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. გამოვიდა ლეას კარვიდან და რაქელის კარავში შევიდა. აიღო რაქელმა კერპები და აკლემის უნაგირ ქვეშ ამოსდო, თავადაც ზედ დაჯდა. მოჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. უთხრა რაქელმა მამას. ნუ გამირისხდება ჩემი ბატონი, რომ ვერ წამოვდგები შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს. ეძება და ვერ იპოვნა ლაბანმა კერპები. იმდენად გონიერი იყო რაქელი, რომ მან ლაბანის მოტყუება შეძლო. დაე, ეს იმ ადამიანებმა მოისმინონ, ვინც დღემდე შეცდომილია და კერპსახურებას უფრთხილდება. აიღო რაქელმა კერპები ნათქვამია და აკლემის უნაგირ ქვეშ ამოსდო, თავადაც ზედ დაჯდა. ამაზე სასაცილო რაღა იქნება. გონებით შემკულ ადამიანებს ღვთისაგან ამდენი უპირატესობით დაჯილდოებულ ხალხს უგრძნობი ქვების თაყვანისცემა სურთ და არც კი მალავენ. არც კი ფიქრობენ, რამდენად სულელურია ეს და ცხოველებივით მხოლოდ ჩვევებით ხელმძღვანელობენ. ამიტომაც წერს ამას პავლე. უწყით, რამე თუ ვიდრე იგი წარმართღა იყვენით, კერპთა მათ მიმართ უხმოთა ვითარიგი შეუდეგით, მიმოყვანებულ იყვენით. და კარგად თქვა მან, უხმოთა. თქვენ კი ამბობს იგი, ვისაც ხმა გაქვთ, მოსმენა და ლაპარაკი შეგიძლიათ, თქვენ უთქვთ მსგავსად სრულიად უგრძნობი საგნებისაკენ ილტვით. და როგორ შეიძლება ამგვარი ხალხის შეწყნარება? მაგრამ შევხედოთ, რას ამბობს ლაბანის აღიარებით გამხნევებული მართალი. განრისხდა იაკობი ნათქვამია და ჩხუბი დაუწყო ლაბანს. რა დავაშავე, ამბობს იგი, რა შევწოდე, რომ დამდევნები ხარ? დააკვირდი, ჩხუბშიც კი როგორ ავლენს იგი სულის სათმოებას. რა შევწოდე, რომ დამდევნები ხარ? ისეთი რა მოხდა, რომ ასე თავდაუზოგავად გამომედევნე? რა უსამართლობაში შეძლებ ჩემს მხილებას, რა დანაშაულში? განა წყენად საკმარისი არაა, რომ მთელი ჩემი ქონება გაჩხრიკე? ხო გაჩხრიკე მთელი ჩემი ჭურჭელი, რა ნახე მათ შენი სახლიდან წამოღებული. გადმოალაგე აქ შენი და ჩემი სახლიკაცების თვალწინ და მათ გაგვსაჯონ ჩვენ ორნი. ანუ, განა ამ ჩხრეკისას იპოვე რამე, რაც შენ გეკუთვნის და არ მეკუთვნის მე? თუ რამე იპოვე, სააშკარაოდ გამოიტანე და ჩემი და შენი მხლებლები ერთად გამსჯიან. რადგანაც მან კარგად იცოდა, რომ დამნაშავე არაფერში იყო, დიდი კადნიერებით ახსენებდა იმ დროს,
როდესაც მთელი ერთგულებით ემსახურებოდა მას. იგი ამბობს: აჰა, 20 წელიწადი. ამდენი წლის შრომის შემდეგ განა შენგან შეურაცხყოფა დავიმსახურე? აჰა, 20 წელიწადი. ამ დრომდე სრული 20 წელიწადი ვცხოვრობდი შენს სახლში. შენს ცხვრებსა და თხებს მკვდრად არასოდეს მოუგიათ, არც შენი ფარის ვერძები შემიჭამია. ნამხეცავი პირუტყვი შენთან არ მომიტანია, მე ვზარალობდი. მე მაზღვევინებდი დღისით ნაქურდალს და ღამით ნაქურდალს. დღისით ხვატი მინელებდა, ღამით ყინვა. ძილი არ მეკარებოდა. ან იქნებ ჩემი ჯაფა დაგავიწყდა, შენი თხისა და ცხვრის მწყემსვისას რომ მადგა. ან იმაში ხომ არ დამდებ ბრალს, რომ როდისმე შენი ცხრები და თხები გაბერძდნენ. შეხეთ, როგორ მიანიშნებს იგი ღვთის კეთილმზრახველობაზე ლაბანის სახლში მისი ყოფნის შედეგად. ეს იგივეა, რაზედაც იგი ადრე ამბობდა. გაკურთხა უფალმა ჩემი მოსვლით, რადგანაც ამ ყოველივეს ვერავინ მოითხოვს მწყემსის ან ფარის ზედამხედველისაგან, რადგანაც ეს მთლიანად ბუნებაზეა დამოკიდებული. ამიტომ იაკობი პირველ რიგში სწორედ ამაზე მიანიშნებს ლაბანს და ცდილობს გააგებინოს, რომ მის ფარაზე ზეგარდამო კურთხევა იყო. შენი ფარის ვერძები არ შემიჭამია. განა გეთქმის, რომ ოდესმე შენი ფარიდან თუნდაც ერთი ცხვარი შემეჭამოს, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებენ ხოლმე მწყემსები, ნამხეცავი პირუტყვი შენთან არ მომიტანია. ანუ, არც მე შემიჭამია თავად და არც მხეცს მოუტაცია ჩემთვის. მომიტანია, როდისმე შენთვის მხეცისგან დაგლეჯილი ცხვარი. არადა, ხომ ყოველდღე ხედავ, რომ სხვათა ფარების მწყემსებს გამუდმებით მიაქვთ ნამხეცარი თავიანთ ბატონთან. ვერაფერს ამდაგვარს ვერ დამაბრალებ და ვერ მაჩვენებ რაიმეს, რაც ამ 20 წლის განმავლობაში შენთან ცხოვრობდი. ან რა ნამხეცარზე ვლაპარაკობ? ზოგჯერ როცა მართლა იყო დანაკარგი და ამისგან დაზღვეული არავინაა, შენს ყურამდე არ მომქონდა ეს ამბავი, ჩემგან ვავსებდი დანაკარგს დღისით მოხდებოდა ეს თუ ღამით. მოთმინებით ვიტანდი დღის ხვატსა და ღამის სიცივეს, ოღონდაც შენი ფარა მთელად დამეცვა. უფრო მეტიც, უძილობაც კი მტანჯავდა ხოლმე, გადამატებული საზრუნავით. ხედავთ მწყემსის მღვიძარებას? ხედავთ გამუდმებულ ზრუნვას. მაშ როგორღა გამართლდებიან ისინი, ვინც პირმეტყველ ფარას მწყემსავენ და ყოველდღიურად დაუდევრობას მისცემიან, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს. ქონს ჭამთ, მატყლით იმოსებით, ნასუქალს ხოცავთ, ცხვარს კი არ მწყემსავთ. დაუძლურებულთ არ აძლიერებთ, დასნეულებულთ არ განკურნავთ, ჭრილობებს არ შეუხვევთ, გატაცებულს უკან არ აბრუნებთ, დაკარგულს არ ეძებთ, მძლავრობით და სისასტიკით ბატონობთ მათზე. ერთნი კლავენ ცხრებს, მეორენი უზრუნველად მიატოვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ხედავენ, ხან ხეცები ჭამენ მათ, ხან უცხო ხალხი იტაცებს. მიუხედავად იმისა, რომ აქ მსუბუქი საზრუნავია, რადგანაც პირუტყვია საწინამძღვრო და იქ კი მეტი, რადგანაც სულით სამწყემსია და სხეულიც. ისმინე რას ამბობს? დღისით ხვატი მინელებდა, ღამით ყინვა. ძილი არ მეკარებოდა. შეუძლია კი დღეს ვინმეს თქმა იმისა, რომ თავისი სამწყსოს გამოისობით საფრთხესა და უბედურებაში იგდებს თავს. დღევანდელ მწყემსთაგან ამის სათქმელად ენა არავის მოუბრუნდება. მხოლოდ და მხოლოდ მთელი სამყაროს მასწავლებელს პავლეს შეეძლო ეს და კიდევ უფრო მეტიც ეთქვა უდიდესი კადნიერებით. და როდის დაითმინა პავლემ ამგვარი შრომაო? იტყვის ვინმე. მოусმინე რას ამბობს იგი, ვინ უძლურ არნ და მე არა უძლურ ვიყვი, ვინ დაჰბრკოლდებინ და მე არა ვხურვიდი. აი მოძღრული სიყვარული, სხვების დაცემა ჩემს საკუთარ სატანჯველს აძლიერებსო, სხვების საცდური ჩემს მწუხარებას ადიდებსო. სწორედ მას უნდა ეჯიბრებოდეს ყველა, ვისთვისაც პირმეტყვალ ცხვართა მწყემსვა მიუნდიათ. იმაზე უარესნი ნუ იქნებიან, ვინც ამგვარ ზრუნვას პირუტყვზე ავლენდა და თანაც ამდენი წლის განმავლობაში. იქ რამენაირი უყურადღებობა დიდ უბედურებას, როდი მოიტანდა. აქ კი ერთი პირმეტყველი ცხვარიც რომ დაიღუპოს, ან მხეცმა მოიტაცოს, დიდი დანაკარგია, უდიდესი უბედურებაა, წარმოუდგენელი სასჯელია. თუ კი ღმერთმა არ უარყო მისთვის საკუთარი სისხლის დათხევა, მაშ როგორ დაიმსახურებს რამენაირ შეწყნარებას დაუდევრობა იმის მიმართ, ვისაც ასეთ პატივს მიაგეს უფალი. როგორ არ დაისჯება იგი, ვინც თავის ვალს არ მოიხდის და ცხვარზე არ იზრუნებს. ასე გავატარე 20 წელიწადი შენ სახლში. ამბობს იაკობი 14 წელი შენი 2 ასულისთვის გემსახურე. კიდევ 6 წელი შენი ფარისთვის. შენ კი 10 გზის შემიცვალე გასამრჯელო. ღმერთი მამა ჩემისა, ღმერთი აბრაამისა და შიში ისაკისა რო არ ყოფილიყო ჩემთან, მაშინ ხო ხელცარიელს გამისტუმრებდი. ჩემს ტანჯვა წვალებასა და ჯაფას მოხედა ღმერთმა და გამხილა გუშინ. შეხე როგორ გაახარა მართალი ლაბანის აღიარებამ და რამხნედ განაგრძობს იგი მხილებას. იცი რომ 20 წლის მანძილზე გემსახურებოდი, 14 წელი შენი ქალიშვილებისთვის. დანარჩენ დროს კი შენს ფარას მწყემსავდი. შენ კი ჩემთვის გასამჯელოს მოცემაც არ გსურდა. მე მაინც არ ავჩიოდი. შენი ნათქვამიდან კი ისე გამოდის, რომ აბრაამისა და ისააკის ღმერთი რომ არ შემწეოდა, ისე გამიშვებდი, რომ სრულიად არაფერს გამატანდი. ყველაფერს წამართმევდი და ისე შეურაცხყოფელად მომექცეოდი, როგორც ეს ქონდა განზრახული. მაგრამ ღმერთმა მოხედა ჩემს ტანჯვაწვალებასა და ჯაფას. რას ნიშნავს? ჩემს ტანჯვაწვალებასა და ჯაფას. ეს ნიშნავს. რადგანაც ღმერთმა იცის, რა დიდი გულმოდგინებით გემსახურებოდი, როგორი შრომა მიწევდა დღისით და ღამით, მოხედა ყოველივე ამას. გუშინ ღმერთმა გამხილა და შენგან მოსალოდნელი უსამართლო და უგუნური თავდასხმა ამარიდა. ამ თავისმართლებამ ძლიერად იმოქმედა ლაბანზე.
იაკობმა გადატანილი არაერთი უსამართლობა და თავისი მხრიდან ლაბანისადმი გამოჩენილი სიკეთეები ჩამოთვალა. ამიტომ მისი ნათქვამით შერცხვენილი ლაბანი შიშით ივსება და უკვე მხოლოდ ის სურს კავშირი გაამყაროს მართალთან. აი რას ნიშნავს ღვთის მზრუნველობა? მას, ვინც ასეა განწყობილი და ასე დევნის მართალს, ისეთი შიში იპყრობს, რომ თავადვე ცდილობს მასთან შეკავშირებას. მიუგო ლაბანმა იაკობს და უთხრა: ეს ქალები ჩემი ასულებია, ეს ვაჟები ჩემი ვაჟებია, ეს ფარა ჩემი ფარაა, რასაც აქ ხედავ, ყველაფერი ჩემია. რა უყო ახლა ამათან ამ ვაჟებს, რომელნიც მათ შობეს? ვიცი, რომ ეს ჩემი ქალიშვილები ამბობს იგი და საერთოდ ყველაფერიც, რაც გაქვს, ჩემი ქონებიდან გადმოვიდა შენზე. რა შემიძლია უყო მათ ან მათ შვილებს? მოდი, შევკრათ კავშირი მე და შენ და ეს იყოს მოწმე ჩემსა და შენ შორის. კავშირი შევკრათო, ამბობს, და ის იყოს მოწმე ჩემსა და შენ შორის. ანუ, ის იქნება ერთადერთი მოწმე. მიუგო ლაბანმა იაკობს და უთხრა: არავინა ახლა ჩვენ შორის, მხოლოდ ღმერთია მოწმე ჩემსა და შენ შორის. ნახე, როგორ თანდათანობით ხდება ლაბანი კეთილშემეცნებელი. იგი, ვინც მცირე ხნის წინ მართალს თავის ღმერთების მოპარვაში ადანაშაულებდა და ამისთანაც ხრეკა მოაწყო, ახლა ასე ეუბნება მას. რადგანაც ჩვენ შორის არავინაა, ვინც თუ საჭირო გახდა, შეძლებს ჩვენი ამჟამინდელი შეთანხმება დაადასტუროს, მას გამოდის, რომ ღმერთია მოწმე ჩემსა და შენ შორის. იგი აქ იმყოფება, იგი ყოვლისმხედველია, მისგან შეუძლებელია რაიმეს დაფარვა. იგი თითოეულის განზრახვას ხედავს. აიღო იაკობმა ქვა ნათქვამია და აღმართა სვეტად. შემდეგ უთხრა იაკობმა თავის სახლიკაცებს: მოაგროვეთ ქვები. მათაც მოიტანეს ქვები და გორა დააყენეს. ჭამეს იქ იმ გორაზე. რას ნიშნავს იმ გორაზე? ეს ნიშნავს სიტყვები: ამ გორაზე რომ წარმოვთქვით, სამუდამოდ გვახსოვდეს. იაკობმა უწოდა ამ ადგილს გალაადი. შემდეგ იგი ამბობს: თვალყური გვადევნოს უფალმა. ნახე, რომ კვლავ საღვთო სამსჯავროს მოუხმობს ლაბანი. იგი ამბობს: თვალყური გვადევნოს უფალმა, მას შემდეგ, რაც მოყვას დავშორდებით. ახლა ჩვენ გავიყრებით, ამბობს იგი, შენს მიწაზე გაემგზავრები, მე კი ჩემს სახლში დავბრუნდები. თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს ან თუ სხვა ცოლებს დაისვამ მათ გვერდით, იცოდე, რომც არავინ იყოს ჩემთან, ღმერთია ჩვენი მოწმე. და აკვირდი, რომ ერთხელ, ორჯერ და მრავალგზის ღმერთს მოუხმობს მოწმედ ლაბანი. იაკობზე ღვთის განგებულების გამოვლინებამ გონს მოიყვანა ლაბანი და მიახვედრა, რა დიდია ძალა უფლისა და რამდენად შეუძლებელია მის ფხიზელ თვალთაგან დამალვა. ამიტომაც ამბობს იგი: მართალია ჩვენ ერთმანეთს შორდებით, მართალია სხვა მოწმე არ არის ჩვენ შორის, მაგრამ ყველგან ყოფი გვყავდეს მოწმედ. ამგვარად, იგი ყოველი სიტყვით იმას ამოწმებს, რომ არსებობს სამყაროს ღმერთი და თქვა ლაბანმა მოწმე იყოს ეს გორა. შემდეგ კვლავ ლაბანი ამბობს: არც მე გადმოლახავ შენსკენ ამ გორას და არც შენ გადმოლახავ ჩემსკენ ამ გორას და ამ სვეტს საბოროტოთ. აბრაამის ღმერთმა და ნაქორის ღმერთმა განგვსაჯოს ჩვენ. და დაიფიცა იაკობმა თავისი მამის, ისაკის შიში. დააკვირდი მამის სახელს, როგორ დაუმატა მან სახელი პაპისა, რომელიც პატრიარქის ძმა იყო და მისი კი პაპა. აბრაამის ღმერთმა და ნაქორის ღმერთმა განგვსაჯოს ჩვენ. და დაიფიცა იაკობმა თავისი მამის, ისაკის შიში. დაკლა იაკობმა საკლავი მთაზე და აწვია სახლიკაცები პურის საჭმელად. მათაც ჭამეს პური და მთაზე გაათიეს ღამე. დაკლა იაკობმა საკლავი მთაზე, ანუ მადლობა შესწირა ღმერთს იმისთვის, რაც მოხდა. მათაც ჭამეს პური და მთაზე გაათიეს ღამე. ადგა ლაბანი დილა ადრიანად, გადაკოცნა თავისი ვაჟები და ასულები და დალოცა ისინი. წავიდა ლაბანი და დაბრუნდა თავის მხარეში. ხედავ, საყვარელო, რაოდენ დიდია სიბრძნე უფლისა, ერთი და იმავე საქმით როგორ გვაჩვენა მან თავისი განგებულებაც იაკობზე და ლაბანით შეაკავა, რომ მართლისთვის ცუდი არა ექნა რა, და ნელ-ნელა ღვთისშემეცნებამდე მიიყვანა. და იგი, ვინც მხეცივით მიირბოდა შესაპყრობად და გასაფატრავად, სახლში გამართლებული დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ეამბორა თავის ქალიშვილებსა და მათ შვილებს. შეიძლება ძალიან გაგვიგრძელდა საუბარი, მაგრამ ეს თავად მონათხრობის რიგმა გამოიწვია. ამგვარად, აქ დავასრულოთ სიტყვა და ვთხოვ თქვენ სიყვარულს. ისე განაგეთ და წარმართეთ თქვენი საქმეები, რომ ზეგარდამო კეთილ უწყებას ეღირსოთ. თუ კი ღმერთი კეთილს ინებებს, ჩვენთვის ყველაფერი იოლად და მარტივად წარიმართება და ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში არაფერი შეგვაწუხებს, თუნდაც ბევრი რამ სამწუხაროდ ჩანდეს. იმდენად უხვია მისი ძლიერება, რომ როდესაც ის კეთილს ინებებს, მწუხარებას სიხარულად გარდაქმნის. ასე იყო პავლეც, მწუხარებისას ხარობდა და მხიარულობდა მისთვის გამზადებული ჯილდოს წარმოდგენით აღფრთოვანებული. ამიტომაც თქვა წინასწარმეტყველმა: ჭირსა ჩემსა განმივრცე მე. ამით ჩაგვაგონებდა, რომ ღმერთი უბედურებების დროსაც კი ნეტარებითა და სიმშვიდით ატკბობდა მას, რადგანაც ასეთი მეუფე გვყავს. ესოდენ ძლევა მოსილი, ასე კეთილგამზრახველი და ბრძენი, ასეთი კაცთმოყარე. მთელ გულმოდგინებას მოუხმოთ და დიდად ვიზრუნოთ სათნოებებზე, რათა ამ ქვეყნიურ და მომავალ სიკეთესაც ვეღირსოთ. მადლითა და კაცთმოყარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს მამისა და სულისა წმიდისა თანა დიდება და უფლება, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.